მეგობრებო, საახალწლო სუფრისთვის ერთ კარგ რეცეპტს გასწავლით. ეს არის ღორის ხორცი ყველაზე მიყვარს საქართველოში, როგორც ესპანეთში, ასევე იქაც ძალიან დიდ პატივს ვცემენ. მათ შორის გოჭსაც იცით ეს ძალიან კარგად და ჩვენთანაც გოჭი ძალიან კარგი სადღესასწაულო კერძია და ამიტომ გადავწყვიტე რომ ღორის ხორცისგან მომიმზადებინა რაღაც ესეთი ახალი ესპანურ სტილში. რა თქმა უნდა კამპო ფრიოს პროდუქტთან ერთად, აგერ გვაქვს არაჩვეულებრივი ლორი და გამოვიყენებ კიდე ჩორისოს, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერთან ერთად ვფიქრობ რომ ძალიან გემრიელი, ძალიან ისეთი კარგი ნოყიერი კერძი გამოვა. მთელი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ რულეტი ღორის ხორცის, რომელიც შიგთავსი ექნება ჩორისო, ეს პატარა სიმინდები, ზეთის ხილი და პილპილი მარილი რა თქმა უნდა და შემდეგ უკვე ბეკონს გადავახოთ ზევიდან და გამოვაცხობთ ღუმელში. დავიწყოთ. მოკლედ, აი ესეთი ცოტა სტინაჭერი, რა თქმა უნდა, გადავხსნათ ცოტა ისე რომ კარგი რულეტი გამოგვივიდეს. მოვაყაროთ მარილი, ცოტა პილპილი. მარილი, პილპილი, ცოტა. აი ჩორისო, ესეთი. გამოვიყენოთ ეს არაჩვეულებრივი ჩორისოს ნაჭრები. ეს არის კამპო ფრიოს პროდუქტი, რომელიც აღალხარისხიანია, პრემიუმ კლასის და ძალიან კარგი პროდუქტია. რაც თავარია, ძალიან გემრიელია და ძალიან არომატული. ავალაგოთ კარგად. და შემდეგ უკვე რულეტად გადავახვიოთ. ცოტა სიმინდებით, იმიტომ რომ სიმჟავეც უხდება ღორის ხორცს, იმიტომ რომ ცხიმიანობა როცა მაღალია, სიმჟავე ძალიან კარგად უხდება. ესე დავაწყოთ. გვაქვს ფოლგა. შეგვიძლია ფოლგაში გადავახვიოთ და გამოვაცხოთ შემდეგ უკვე ღუმელში. ესე სადღაც 180 გრადუსზე 1-2-3 საათი. უკვე შეგვიძლია გამოვაცხოთ ფოლგის გარეშე, რომ ეს კარგი კანი, ხრაშუნაკანი გაიკეთოს და კარგად დაიბრაწოს. ამისთვის ეს მზად არის, ეხლა ვამზადებ ბეკონის ნაჭრებს, რომ ბეკონში გადავახვიოთ ეს ყველაფერი. ეს თხელი ბეკონის ნაჭრები დაგვჭირდება. შეგიძლიათ დააჭრევინოთ ნიკორაში. იმიტომ რომ ეს პროდუქცია ნიკორაშია და ძალიან თხალი ნაჭრება დააჭრევინოთ პირდაპირ და შემდეგ უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ გადაახვიოთ ეს ყველაფერი. მოკლედ ბეკონიც დავჭერით და შევუდგეთ ახლა აი ეს მოგცემთ საშუალებას დაგეხმარებათ, რომ რულეტი უფრო კარგად დაახვიოთ, ესე ვთქვათ. ესე გადავახვიოთ. მოკლედ აი ესე გადავახვიოთ, ერთი მხარე შევუკრათ, რომ არ დაგვეშალოს და მეორეთი აუპრესოთ. ეს ნაწილი. აქეთაც შევუკრათ. და შემდეგ უკვე შეგვიძლია ფოლგაში მოვათავსოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, მეგობრებო, აი ესე გზად არის. და გავუშვათ ღუმელში 1-3-4 საათით. 180 გრადუსზე. მოკლედ მეგობრებო, ვფიქრობ რომ კარგი ღორის რულეტი გამოგვივიდა, კამპო ფრიოს ჩორისოთი და ბეკონით. იმედოვნებ თქვენ ძალიან მოგეწონებათ. დავედით. კამპო ფრიო გილოცავთ ახალწელს.